თავის დროზე მამაჩემს ჰქონდა სახელოსნო, კიდევ 90-იან წლებში, მუშაობდა ქართულ თიხაზე, ასევე ხელნაკეთი ორნამენტებით, სადაც მეც ბუნებრივია შევისწავლე და ეს ბოლო წლებია უკვე ავაღორძინეთ ეს საქმე. ოჯახური ტრადიციის გაგრძელება წარმატებული ნაბიჯი აღმოჩნდა და როგორც შემოქმედებით სახელოსნოში გვიყვებიან, დღეს ქვეყანაში ხელნაკეთი კერამიკული ნივთებით სულ უფრო მეტი ადამიანი ინტერესდება. განსაკუთრებით მაღალია მოთხოვნა სხვადასხვა ნახატით გაფორმებულ კერამიკის სანათებზე. გაყიდვები კი მზარდია როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზრებზე. გერმანია, ესპანეთი, ირლანდია, ამერიკის შეერთებული შტატები იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალია, სადაც საქართველოში დამზადებული კერამიკის სანათები სხვადასხვა დროს ექსპორტზე გასულა. როდესაც საზღვარგარეთ მიდის, ჩვენ ის განცდა და პასუხისმგებლობაც გვაქვს, რომ ამითი მხოლოდ რაც კომპანიას კი არ წარმოადგენთ, არამედ საქართველოს და ქართულ კულტურას და კერამიკას და ეს მითი მხრივ საამაყო არის. ძირითადად მომხმარებელი არის ის ხალხი, ვინც სილამაზეს ეძებს ხელნაკეთობის ფასს, ასე ვთქვათ, პატივისცემს და ამითი სულიერ სიამოვნებას იღებს. პლუს ეს არის საშუალება ადამიანებისთვის, რომ არა თქვათ, მხოლოდ გამზადებული ნაკეთობა იყიდოს, არამედ თვითონ შეიძლება რაღაც იდეა ქონდეს მოხატულობის თუ ფორმის და მისი დაკვეთით გაკეთდეს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში სულ უფრო მეტი ახალი სახელოსნო ჩნდება, რომელიც ხელნაკეთი კერამიკული ნივთების რეალიზაციით არის დაკავებული. შედეგად იზრდება და ჯანსაღდება კონკურენცია. იხვეწება სხვადასხვა დანიშნულების ნივთების ვიზუალი ფორმა და მხატვრული მხარეც. ადრე ესეთი სტერეოტიპი იყო გამეფებული, რომ თუ თიხას ეხებოდა საქმე, ესე იგი რაღაც ასე ვთქვათ იაფასიანი და უხარისხო ყოფილიყო, მაგრამ ამ ბოლო წლების მანძილზე უკვე რა თქმა უნდა იცვლება ეს აზრი, იმიტომ რომ შეიცვალა ამ ყველაფერმა ფორმა და ხარისხი გაცილებით გაიზარდა. ზოგადად საქართველოში არა მარტო ჩვენთან, ძალიან ბევრი პატარ-პატარა სახელოსნო იხსნება, რაც უფრო დრო გადის. წარმოების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია და ხშირად ერთი ნივთის, მათ შორის კერამიკის სანათის დამზადებას რამდენიმე კვირაც კი სჭირდება. ნედლეულად დღეს წინაპრების მსგავსად ქართულ თიხას ვეღარ იყენებენ, რადგან როგორც შემოქმედებით სახელოსნოში ამბობენ, ბაზარზე თიხის გადამამუშავებელი საწარმო არ ფუნქციონირებს. აქედან გამომდინარე, თიხის იმპორტს ახდენენ. იმპორტირებულია წარმოებისთვის საჭირო სხვა მასალებიც. ფიზიკურად არ არის საქართველოში ამ ტიპის ნედლეული ყოველ შემთხვევაში ისეთი ხარისხის, რომ პრობლემები არ შეიქმნას. ამას იწვევს ის, რომ გადამამუშავებელი ქარხანა არ არსებობს თიხის, თორე თვითონ თიხა, რა თქმა უნდა, საკმარისი მეტია საქართველოში. ამიტომ გვიწევს საზღვარგარეთიდან შემოტანა პრაქტიკულად ყველა მასალის, არა მარტო თიხა, ჭიქური, საღებავების სპეციალური ინსტრუმენტებიც კი და ასე შემდეგ, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი ჩვენთან ცოცხლდება და ქართული ხდება. ერთი ნივთს დაახლოებით სჭირდება 10 დღე. ისიც გააჩნია რა სიდიდის არის ეს ნამუშევარი. ჯერ ფორმა იქნება, შემდეგ ეს ფორმა იწვება ღუმელში, მეორედ იხატება, შემდეგ ეს ნახატი ისე ჭიქურდება და იწვება ღუმელში. შემოქმედებითი სახელოსნო ებრა, რომელიც 4 წელია სხვადასხვა ფორმისა და ზომის კერამიკულ სანათებს, ასევე სხვა ნამუშევრებს ქმნის, გაფართოებასა და საექსპორტო მიმართულებით გააქტიურებას გეგმავს.